მოგესალმებით. ბოლო კვირეების განმავლობაში გრძელდება განსაკუთრებული ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და მოსყიდვის მცდელობა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლელოს წინააღმდეგ. ჩვენი წარმომადგენლები, მხარდამჭერები, მაჟორიტარობის კანდიდატები, მერობის კანდიდატები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან უმძიმესი წნეხის ქვეშ სუსის და რუსული რეჟიმის ძალადობის მხრიდან. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში მამუკა მდინარაძე, სუსი, ივანიშვილი არის დაინტერესებული, რომ მაქსიმალური ზეწოლა მოახდინოს ძლიერ საქართველოზე, ლელოზე და მის წარმომადგენლებზე, მის კანდიდატებზე მთელი საქართველოს მასშტაბით. გუშინ პროპაგანდისტულმა ქართულმა ოცნებამ, რომლის ძირითადი პოლიტიკური აქტივობა დგას პროპაგანდაზე, გამოაქვეყნა სიახლე თითქოს და რომ ბოლნისის მერობის კანდიდატმა ასებ ჩირაგოვმა მოხსნა კანდიდატურა ქართული ოცნების სასარგებლოდ. ისტორია ძალიან მარტივია. ასებ ჩირაგოვი არის წლების განმავლობაში, იყო წლების განმავლობაში ჩვენი პარტიის ლელოს ძლიერი საქართველოს წევრი. ის წლების განმავლობაში ბოლნისიდან დადიოდა საპროტესტო აქციებზე, მათ შორის ახერხებდა ადგილობრივი მოსახლეობის მუდმივ ჩამოყვანას, აქტიურობას, ჩართულობას საპროტესტო აქციებში. 4 დღის წინ ასებ ჩირაგოვი დაუკავშირდა ჩვენს პარტიულ ორგანიზაციას, წარმომადგენლობას, შეხვდა და გადმოგვცა გზავნილი, რომ მასთან მისული იყო მისი ოჯახის წევრი, ახლობელი, უახლოესი ნათესავი, მოქმედი პოლიციელი, რომელმაც შესთავაზა მას თანხის დასახელება კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ. ასებ ჩირაგოვის პასუხი იყო უარყოფითი, მისი დამოკიდებულება ქართული ოცნების მიმართ იყო და სავარაუდოდ რჩება კრიტიკული, მას ქართული ოცნება მიაჩნია რუსულ რეჟიმად და გაგვაფრთხილა, რომ ქართული ოცნება ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის სხვა მუნიციპალიტეტებში აგრძელებს მოსყიდვის, ძალადობის, მუქარისა და შანტაჟის მცდელობებს. 4 დღის შემდეგ ასებ ჩირაგოვმა მოხსნა კანდიდატურა. ცხადია, რომ უნდა ვივარაუდოთ, რომ როცა არ იმუშავა მოსყიდვის მცდელობამ ასებ ჩირაგოვის წინააღმდეგ, შემდეგ ჩაერთო ბევრად უფრო ძალადობრივი, ბევრად უფრო მძიმე წნეხი ან შანტაჟის მცდელობა ასებ ჩირაგოვის წინააღმდეგ. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ამ ზეწოლამ იმუშავა და უნდა გვესმოდეს, რომ რეგიონებში განსაკუთრებულად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ზეწოლა, წნეხი, სუსის შანტაჟი არის ბევრად უფრო მძიმე. ჩვენ ველოდებით კიდევ შანტაჟის, მუქარის გაგრძელებას ჩვენს წევრებზე. მაგრამ ასევე ცხადად ვაცხადებთ. მტკიცედ ვამბობთ, რომ ჩვენ არ შევწყვეტ ბრძოლას არც ერთი მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რას მოიმოქმედებს მამუკა მდინარაძის სუსი, ბიძინა ივანიშვილის ანტიქართული რეჟიმი და კახა კალაძის ის კრიმინალური ბანდა, რომელიც დაძრწის თბილისის ქუჩებში და ცდილობს, რომ ჩვენს აქტივს ხელი შეუშალოს პოლიტიკურ კამპანიაში და საქმიანობაში. მე მინდა მადლობა გადავუხადო მთელი საქართველოს მასშტაბით თითოეულ რეგიონალურ აქტივისტს, კანდიდატს, მაჟორიტარს, მერობის კანდიდატს, რომელიც მტკიცედ დგას, მიუხედავად იმისა, რომ მათ თავზე ქართულმა ოცნებამ დაატრიალა ძალადობის, შანტაჟის, მუქარის, მოსყიდვის მცდელობის ძალიან მძიმე მაჩვენებელი. ეს ბრძოლა გაგრძელდება და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ თითოეული იმ პირის იდენტიფიცირებას, ვინც ამ ზეწოლაში და ძალადობაში მონაწილეობს. თითოეული ის პირი, რომელიც ემუქრება ჩვენს წევრებს და კანდიდატებს ახალი სასამართლოს პირობებში, დამოუკიდებელი პროკურატურის პირობებში აუცილებლად იქნება დასჯილი. მადლობა.